ჩემი ბლოგი პერსონალურ გამოცდილებაზე ჰყვება. იმ პერიოდიდან მოყოლებულ რაღაც თვეებზე თუ კვირებზე, რაც გავიგე, რომ აი დადებითი ვარ. ბევრი სხვადასხვა შეგრძნება ახლავს თან, მათ შორის იზოლირების, შიშის, შეიძლება საკუთარი თავის ზიზღისკი გადაითარგმნოს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი განწყობა ეგეთია. მიზანი და მიზეზიც რატომ მოვყევი ბლოგში და რატო ვეცადე რომ პერსონალურ გამოცდილებებზე მესაუბრა, ის იყო, რომ რაღაცნაირად ზედაპირზე ამომეწია არა ციფრები და მონაცემები, რომლებიც ხშირად აი სტატუსთან დაკავშირებით გვახსენდება, არამედ რაღაცა ის, რაც სიღრმეში შეიძლება დაფლული იყოს. ჟურნალისტიკა რჩება ერთადერთ საშუალებად და თავისუფალი მედია რჩება ერთადერთ საშუალებად, სადაც შეიძლება სიმართლე გაჟღერდეს, სადაც შეიძლება იმ ადამიანების ხმა გაჟღერდეს, ვისაც ყველაზე ნაკლებად ისმის ხოლმე. საზოგადოების განწყობაც მტრულია ჟურნალისტების მიმართ ჩვენერ ქვეყანაში და ხელისუფლებისთვისაც მტერი ხარ. იმის დანახვა, რომ ვიღაც მხარს გიჭერს შესაძლებლობაზე ზრუნავს, თუნდაც დაჯილდოებით ან სხვა გზებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი.